ვიღებათ შაბათის მებაღე. აპრილია და დაიწყო ხეხილმა ყვავილობა. პირველი იქნება გარგარი, შემდეგ ატამი მოსდევს მას ფეხ და ფეხ, ბალი, ალუბალი, მსხალი, ვაშლი, ქლიავი და ასე შემდეგ. მაგრამ მიუხედავად ამ სილამაზისა, მაქვს საშინელი საქმე გასაკეთებელი. როზარიუმი უნდა გავასუფთავო ჯანღა ბალახისგან. ესე ვასუფთავებ ჯანღა ბალახისგან როზარიუმს. და თან ვფრთხილობ, რომ ვარც ფესვი არ დაუზიანო, იმიტომ რომ როგორც ვიცით, ნამყენი ვარდი ფესვი არის ეს შემთხვევაში ასკილი და არ მინდა მონაყარი გაიკეთოს, ეს არის გვირილები. ახლა კარგად გავაფხვიერებ და ესე ხელით მე ვცდილობ არ გაწყდეს ისე ამოვიხო. საკმაოდ რთულია. როზმარინმა დაიწყო ყვავილობა. სამწუხაროდ ამ საცოდავებს მე არ ვაცლი, რომ კარგად იყვავილონ, იმიტომ რომ შარშანდელ ტოტებზე ყვავილობენ. მე ამას ესე ბურთის სახით ვკრიჭავ, რომ არ გაიჩაჩხოს. ვიცით, რომ ამასთვის ებავს გადაწვეს. მაგრამ როგორც ხედავთ, ეს მე შემოდგომაზე მაქვს გასხლული, სანამ ყინვები დაიწყებოდა, სადღაც სექტემბერ-ოქტომბერში, ნოემბერში შესაძლოა და გაზაფხულზე არ ვეხები. ეხლა ეს ყვავილობას პირველი ნიშანია ყვავილობის, რომ დაიწყებს, აი ალაგ-ალაგ ლაქებად იქნება ცისფერები. ეს არის ძველი ჩარგული, კარგ ახნის, სად გინახავთ როზმარინი, რომ სადღაც 1-7 წლის იქნება და აი ესეთ ფორმაში იყოს, დაკალმებული მაქვს, კალმით მაქვს გამრავლებული. ამ ნაწილს ეხლა ვაკეთებ და ჯერ აი ესეთი სახით არის, აი უყურეთ, რო ამბობენ, რომ ყინვა გამძლეაო, ყველა ყინვას ვერ უძლებს როზმარინი, ასე რომ მოერიდეთ გაზაფხულზე მის სხლას. ასე ხების მერე გასხალით თან გადაიყვავილებს და აი ესეც ხო ესე ჩანს ხო, მაგრამ ცოტა ხანში იქნება ესეთი ბურთულა. აი რატომ არის სხლა, თან სხლა ქვევიდანაც საჭიროა, აი შეხედეთ, იმიტომ რომ შიგნით ხევდება ეს და მე აი ესე იცის გადაწვენა და საკმაოდ ულამაზოდ გამოიყურება. იცით, რომ როზმარინის ჩაი საკმაოდ სასარგებლოა, ოღონდ ძალიან დუღარე წყალი არ დაასხათ, ეს სადღაც 60-70 გრადუსის წყალი დაასხით, გააჩერეთ კარგახანი, ნახევარი საათი 15 წუთი მაინც და დალიეთ. ეს არის დიაბეტიანი ადამიანებისათვის ძალიან მაგარი. სისხლძარღვის პრობლემები ვისაც აქვს, სისხლის მიმოქცევას უწყობს ხელს. და ხო ვიცით, რომ სისხლი ჩვენი ასეთი მიმწოდებელი მილებია. ასე რომ რაც უფრო სუფთად გვექნება, რაც უფრო მიმოქცევა იქნება სწორი, კარგი, ცოცხალი, ჯანსაღი, მით უფრო ჩვენს ჯანსაღად ვიგრძნობ თავს. თუმცა, ვისაც დაბალი წნება აქვს, ცოტა ფრთხილად მოექცეს ამ მცენარის ჩაის ახასიათებს წნევის დაგდება. უყურეთ ამ საყვარელს ამას. იცით რას ნიშნავს ხვლიკი რო გყავთ ეზოში? რომ ეკოლოგიურად სუფთა ბაღი გაქვთ. უნებელია, ძალიან საყვარელი. ერთადერთი ხე კარი დამჩა სახში. ღია, მივალ მივხურავ, მაინც რასასიამოვნოა. სახში შეძრეს.
არმერიამ ნახეთ გაიკეთა უკვე კვირტები. მოკლედ ეს მცენარე მაგიჟებს ძალიან მომწონს ეს ნიადაგმფარავი. ესეთი უპრეტენზიო არაფერი მინახავს თან. ნუ სულ ყვავილობს, ეხლა რო დაიწყებს ყინვებამდე, სერიოზულ ყინვებამდე ყვავილობს. ეხლა მე დღეს ამოვედი, მინდოდა რა როზარიუმს ვასუფთავებ. ჯანღა ბალახისგან სამკაპი, მგონი ფიცალი ქვია ქართულად. იმით ვიღებ მიწას და მაქსიმალურად მინდა გავანთავისუფლო. საკმაოდ გრძელი და შრომატევადი საქმეა, დიდი ხანს ვითხოვს, ამიტომ პარალელურად სხვადასხვა რაღაცებს ვაკეთებ, რომ რუტინით არ დავიღალო. ეხლა მაგალითად სლავ პეროვსკაიას უნდა გადაიჭრა ზედა ნაწილი. ამის გადაჭრა, როდესაც პატარა შეხედეთ, უკვე კვირტია გახსნილი. მაშინ არის სასურველი. ესე გადავჭრი. სხვათა შორის ეს ცოტა მიჩაჩხება მაღალია ხოლმე. და სავარაუდოდ რომ წამოიღებს ახალ ტოტებს, კიდე დავამოკლებ ჩელსი ჩოპს გავუკეთებ. ჩელსი ჩოპი იცით ხომ? ეს ჩელსის ყვავილების ფესტივალი გამოფენა რო იმართება ინგლისში. მეყვავილებმა გამოიგონეს ყვავილობის დაგვიანება, ანუ ამით ვადას ყვავილობის გადაწერდნენ ხოლმე. ცოტა იქით რომ ჩელსის ამ ყვავილობისთვის, ამ გამოფენისთვის ყვავილიანი პრეზენტაბელური მცენარე წარედგინათ. ეს არის საშუალება, რითაც თქვათ მე ვუმკლავდები იმ შრომის მასას, რაც აქ მაქვს. დავგეგმავ ხოლმე რაღაცას, მე ცოტათი გადავერთვები სხვა რაღაცაზე, თუ ის დიდი ხანი გრძელდება და სასურველია. ბევრი თქვენ თავზე არ აიღოთ. ნაწილ ვაკეთოთ საქმე. დავაგრძელებ ამას უთქვენოდ. დავლიოთ ყავა. მარკ არ ვიმუშავებ, მათ მუშაობ არ არის. სიამოვნებაც ხონდა მივიღე. სიმართლე გითხრათ, ძალიან დავიხალე ამ უაზრო საქმე. ფერდიტან მარბლას. გამოიყურება ჩემი ბაღი აპრილის დასაწყისში. ხომ გახსოვთ, როგორ გავცხალით ეს ატავური კოწახური. ივეცით ფანტანის ფორმა. კარგად მოვასწარით. შეიფოთლება. ეს კოწახური აურიად შეიფოთლა. ამას წითელი ყვავილებია. იმ პირას თეთრი ყვავილები იქნება. ასე გადავერთვები ხოლმე სამუშაოდან ხანრაზე. ამჯერად დაგემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე. დარჩით ჩემთან, წინ ბევრი რამ გველის. არ დაგავიწყდეთ არხის გამოწერა.